ილონ მასკისა და დონალდ ტრამპის სკანდალური დაპირისპირება მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. თუ ცოტა ხნის წინ უთანხმოების მხოლოდ პატარა ნიშნები იკვეთებოდა, რაზეც ამ ვიდეოში ვისაუბრე, ახლა ილონ მასკი ღიად ითხოვს ტრამპის იმპიჩმენტს და ამბობს, რომ ის ჯეფრი აპშტეინის ფაილებში ფიგურირებს, ხოლო ტრამპი საპასუხოდ შეშლილს ეძახის და სამთავრობო კონტრაქტების გაუქმებით ემუქრება. რატომ დაიშალა ორი ყველაზე გავლენიანი ადამიანის პოლიტიკური ერთობა? ამ ვიდეოში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ, ამიტომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და დავიწყოთ. მე ქეთევან ჭინჭარაძე ვარ, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. დავიწყოთ ილონ მასკის საქმიანობის განხილვით ამერიკის მთავრობაში. რა მისიით მოვიდა და რას მიაღწია? მასკმა ტრამპის საარჩევნო კამპანიაში $300 მილიონ დახარჯა და ამ კამპანიის სახედაც გადაიქცა. ის აქტიურად მონაწილეობდა სახალხო შეხვედრებში, გამოდიოდა სიტყვით და ხვდებოდა ამომრჩეველს, ამიტომ ის მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და მის გარეშე ვერც რესპუბლიკელები მიიღებდნენ უმრავლესობას ორპალატიან კონგრესში. შეიძლება ამას ბევრი რესპუბლიკელი არ დაეთანხმოს, მაგრამ ცალსახაა, რომ მასკმა უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოავლინა, რისთვისაც ტრამპს მადლობა მნიშვნელოვანი ფორმით უნდა გადაეხადა. და სწორედ ამიტომ ჩააბარა მას დოუჯი, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი, რომელიც თავად ილონ მასკის ინიციატივა იყო. დოუჯის მთავარი მისია გახლდათ სამთავრობო ბიუროკრატიის დაპატარავება, საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა და საბოლოო ჯამში ამერიკის სახელმწიფო ვალის შემცირება, რომელიც ამჟამად $35 ტრილიონ აღემატება. მასკი კამპანიიდანვე ღიად საუბრობდა იმაზე, რომ ამერიკის ფედერალური მთავრობა ზედმეტად გაფართოებულია და იაფი, სწრაფი, კერძო სექტორის სტილის მმართველობა იყო საჭირო. ცნობისთვის, თუ გაინტერესებთ, ვისი ვალი აქვს ამერიკას და როგორ იზრდება საბიუჯეტო დეფიციტი, არ გამოტოვოთ ეს ვიდეო, რომელიც შეგიძლიათ ამ ლინკზე ნახოთ ქვემოთ აღწერაში ან დაელოდოთ ავტომატურ ბმულს ვიდეოს ბოლოს. დოუჯის შექმნაზე და მასკის ბიზნეს საქმიანობაზე კი მეც ამ ვიდეოდან გაიგებთ. ამიტომ პირდაპირ დოუჯის მიზნებსა და შედეგებზე გადავიდეთ. დოუჯის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით სააგენტომ ამერიკის ბიუჯეტიდან $180 მილიარდი დაზოგა. ამაში შედის დაახლოებით $34 მილიარდი ოდენობის გაუქმებული სახელმწიფო კონტრაქტები, $44 მილიარდის გრანტები, $211 მილიონი იჯარის ხელშეკრულებები და სხვადასხვა გაყიდული აქტივები თუ ეგრეთ წოდებული თაღლითური სქემებისა და არასწორი გადახდების შემთხვევების აღმოფხვრა. შეიძლება ეს მასშტაბური დანაზოგები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ერთი შეხედვით პოზიტიურად ჟღერდეს, მაგრამ როგორც ყოველთვის მედალს ორი მხარე აქვს და ამ ცვლილებებს უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. 2025 წლის 12 მაისის მონაცემებით 58,000-ზე მეტი სახელმწიფო მოხელე გაათავისუფლეს, 76,000-ზე მეტ თანამშრომელს სამსახურის დატოვების სანაცვლოდ თანხა შესთავაზეს და იგეგმებოდა კიდევ 150,000-ზე მეტი კადრის შემცირება, 3 მილიონზე მეტი საჯარო მოხელიდან. წარმოიდგინეთ, ამერიკის მთავრობისთვის დაახლოებით 1 საქართველოს მოსახლეობის ოდენობის ხალხი მუშაობს. განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია სოციალური უზრუნველყოფის ადმინისტრაციაში დაანონსებულმა ცვლილებებმა. ეს არის ის ფედერალური სააგენტო, რომელიც ახორციელებს სოციალური დაცვის პროგრამებს, მათ შორის გასცემს პენსიებს, კვებით დახმარებებს და უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფო შეღავათებს. მაგალითად, თუ რომელიმე ქართველ ემიგრანტზე გაგიგიათ, რომ ნიუ-იორკის შტატში უფასო დაზღვევას ან ბინის ქირაზე შეღავათებს იღებს, ეს სწორედ სოციალური უსაფრთხოების ადმინისტრაციის პროგრამების ფარგლებში ხდება. ეს ადმინისტრაცია დღეს 70 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება, მათ შორის პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სოციალურად დაუცველებს. მასკის რეფორმების შემდეგ კი იგეგმებოდა სააგენტოდან 7,000-მდე სამუშაო ადგილის შემცირება და 10 რეგიონალური ოფისიდან 4-ის დახურვა. ამის შემდეგ კი მოსახლეობაში გაჩნდა შეგრძნება, რომ არასაკმარისი რაოდენობის თანამშრომლების და დახურული ადგილობრივი ოფისების პირობებში ბენეფიციარებს ბუნებრივად შეეზღუდებოდათ ხელმისაწვდომობა კრიტიკულ მომსახურებაზე, როგორიცაა საკვები ან მედიკამენტები. კიდევ უფრო კონტროვერსიული აღმოჩნდა მასკის მოთხოვნა სოციალური უსაფრთხოების ნომრებთან წვდომაზე, რაც შეერთებულ შტატებში ისევე ფუნქციონირებს, როგორც საქართველოში პირადი ნომერი.
სოციალური უსაფრთხოების ნომერი ამერიკის მოქალაქეებთან ერთად ასევე ყველა ლეგალურად მყოფ უცხოელსაც გააჩნია, ვისაც შეერთებულ შტატებში $1 მაინც ჰქონია ოფიციალური შემოსავლის სახით. მას კი აცხადებდა, რომ ეს ინფორმაცია Doge-ს ფინანსური დარღვევების გამოვლენაში დაეხმარებოდა. თუმცა კრიტიკოსებმა ეს მოთხოვნა აღიქვეს არა როგორც ბიუროკრატიის შემცირების ან დანაშაულების გამოვლენის მცდელობად, არამედ მას კი ძალაუფლების გაძლიერების პრეცედენტად ამერიკის პოლიტიკურ და ფინანსურ სისტემაში. ბევრმა ეჭვის თვალით შეხედა მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენის მოთხოვნას მილიონობით ადამიანის ყველაზე სენსიტიურ პირად ინფორმაციაზე, მათ შორის საბანკო ბარათებზე, პირად ანგარიშებსა და ტრანზაქციებზე, საკრედიტო ისტორიაზე და ყველა სხვა დეტალზე, სადაც ოდესმე ადამიანის სოციალური უსაფრთხოების ნომერი დაფიქსირებულა. ამიტომ ამ მოთხოვნას უზენაესი სასამართლო განიხილავდა, რომელმაც 6 ივნისს მასკისა და ტრამპის მწვავე ონლაინ დაპირისპირებიდან ზუსტად 1 დღის შემდეგ Doge-ს დროებითი წვდომის უფლება მისცა ამ მონაცემებზე. ანუ მასკმა მიიღო ის, რაც სურდა, მაგრამ მხოლოდ ვაშინგტონიდან წამოსვლის შემდეგ. მასკის წინააღმდეგ აგორებული სოციალური განწყობები ასევე გამყარდა USAID-ის დრამატულად შემცირების შემდეგ. ჩვენ საქართველოში USAID-ს ძირითადად ვიცნობთ როგორც სოფლის მეურნეობისა და არასამთავრობო სექტორის დამფინანსებელს, მაგრამ რეალურად USAID-ის საქმიანობას ყველაზე დიდი წონა ჰქონდა აფრიკაში, სადაც სააგენტო შიცის, HIV ინფექციის, სექსუალური ტრეფიკინგის და ბავშვთა მალნუტრიციის აღმოფხვრას ემსახურებოდა. მაგალითად, PEPFAR პროგრამამ, რომელიც 2003 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ ჯუნიორმა დააფუძნა, 26 მილიონ ადამიანზე მეტი იხსნა სიკვდილისაგან და მილიონობით ადამიანს HIV ინფექცია არიდა თავიდან 50 სხვადასხვა ქვეყანაში. ასევე აღსანიშნავია DREAMS პროგრამა აფრიკაში, რომელიც ეხმარებოდა ძალადობის მსხვერპლ, ნარკოდამოკიდებულ, ალკოჰოლდამოკიდებულ ადამიანებს, რომ ხელობა შეეძინათ და თავი დამოუკიდებლად ერჩინათ. 2003 წელს კენიაში სამსახურეობრივი მოგზაურობისას კი გავიცანი ქალბატონები, რომელთა მალნუტრიციით დაავადებული ბავშვები სწორედ ამერიკის მხარდაჭერით გამოჯამრთელდნენ სრულიად უფასოდ. დღეს კი ეს პროგრამები შეწყვეტილია და არსებული ინფორმაციით რამდენიმე მალნუტრიციით დაავადებული ბავშვი უკვე შეეწირა მკურნალობის პროგრამის გაუქმებას. ამ გადაწყვეტილების მორალური მხარე იმდენად კონტროვერსიული აღმოჩნდა, რომ ილონ მასკისადმი გამძაფრდა საზოგადოებრივი აგრესია, რომელსაც მისი გენიალური ბიზნეს ინვესტიციები თუ გამოგონებები წინ ვერ აღუდგა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ USAID მიზანში პირველად მასკს არ ამოუღია. დიდი ხანია ეს სააგენტო პარტიული დაპირისპირების საგანია შეერთებულ შტატებში და მისი საქმიანობის დაფინანსების ინტერესი წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო იკლებდა. განსაკუთრებით რესპუბლიკელებს შორის. დემოკრატების აზრით, შეერთებულ შტატებს აქვს მორალური პასუხისმგებლობა გლობალური ჯანდაცვის განვითარებაში, რაც მათივე აზრით ასევე წარმოადგენს რბილი ძალის ინსტრუმენტს, ამაღლებს ამერიკის საერთაშორისო იმიჯს და განამტკიცებს საგარეო პოლიტიკურ მიზნებს. ხოლო რესპუბლიკელების აზრით, ამერიკას მხოლოდ თავისი მოქალაქეების წინაშე აქვს პასუხისმგებლობა და ეს რესურსები ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებაზე უნდა გადანაწილდეს. სწორედ ეს ლოგიკა ედო საფუძვლად Doge-ის გადაწყვეტილებას, რომ მნიშვნელოვნად შეემცირებინა USAID-ის საქმიანობა. მაგრამ მოწინააღმდეგეებმა მაინც მასკი წარმოაჩინეს როგორც მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენი, რომელიც ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ყოფას აუარესებდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მისმა მეგობარმა ისიც თქვა, რომ ილონს გაუჭირდა სახელმწიფო სექტორში მუშაობა, რადგან თუ ბიზნესში პასუხისმგებელი აქციონერების წინაშე ხარ, პოლიტიკაში შეიძლება ფართო საზოგადოებამ არც კი მიგიღოს. ხალხის პროტესტი პირდაპირ აისახა მასკის ბიზნესზე. Tesla-ს გაყიდვები ევროპაში 59%-ით, ხოლო ამერიკაში 11%-ით დაეცა. რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება შეემციროს კომპანიის ჯამური ღირებულება, ხოლო ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა ვანდალიზმის არაერთი შემთხვევა Tesla-ს ავტომობილებზე. ამიტომ ბევრი ვარაუდობდა, რომ მასკს მალე მოუწევდა ან პოლიტიკის, ან Tesla-ს დატოვება. ამის მიუხედავად ის საჯაროდ მაინც ემსახურებოდა დასახულ მიზანს, შეემცირებინა ამერიკის საბიუჯეტო დანახარჯები. მას არაერთხელ უთქვამს, რომ შეერთებული შტატები ვალის პროცენტების გადახდაზე უფრო მეც ხარჯავს, ვიდრე თავდაცვაზე. მაგრამ რეალურად რა მოხდა? ტრამპმა გზა დაულოცა ერთ დიდ ლამაზ კანონპროექტს. ეს ჩემი ეპითეტები არ გიგონოთ ოფიციალური სახელწოდებაა, რომელიც
ამერიკის ვალს კი არ ამცირებს, არამედ დაახლოებით 3 ტრილიონი დოლარი ზრდის მომდევნო 5-10 წლის მანძილზე. და სწორედ აქედან იწყება ილონ მასკისა და დონალდ ტრამპის დაპირისპირება. ყოველ შემთხვევაში ამის საჯარო ნაწილი. მასკმა თავისი უკმაყოფილება ამერიკის გაზრდილი საბიუჯეტო კანონპროექტის მიმართ CBS-თან ინტერვიუში გამოხატა, სადაც აღნიშნა, რომ ეს ბიუჯეტი მთლიანად ეწინააღმდეგებოდა დოუჯის დანახარჯების შემცირების მისიას. ეს განცხადება სწრაფად იქცა საერთაშორისო ახალ ამბად და საბოლოოდ პრეზიდენტ ტრამპამდეც მივიდა. 24 საათის შემდეგ კი ილონ მასკმა X პლატფორმაზე დაწერა, რომ მისი დრო ვაშინგტონში ამოიწურა და პრეზიდენტ ტრამპს მადლობა გადაუხადა. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლის 27 მაისს მასკმა ტრამპის ადმინისტრაცია ცივილურად დატოვა და მიზეზად დაასახელა მისთვის განსაზღვრული 130 დღიანი ვადის ამოწურვა. საჯარო პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპიც პოზიტიურად აფასებდა მასკის მუშაობას და წარმატებებიც უსურვა. მაშინ რა მოხდა 27 მაისიდან 5 ივნისამდე ისეთი, რომ ტრამპის და მასკის დაპირისპირება ონლაინ სივრცეში გადავიდა. სანამ ამაზე გადავალთ კი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ ჩვენი კონტენტიდან ახალ ინფორმაციას იგებთ, აუცილებლად გამოიწეროთ არხი და მხარი დაუჭიროთ ჩვენს დამოუკიდებელ ინიციატივას. ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენს თემას. ბოლო თვეებში ტრამპის ადმინისტრაციასა და ილონ მასკს შორის დაძაბულობა უკვე აშკარად შესამჩნევი იყო. თუ 2025 წლის მარტამდე მასკი ტრამპს დღეში რამდენიმე პოსტს უძღვნიდა, აპრილიდან მისი აქტივობა მკვეთრად შემცირდა. ჟურნალისტებმა ასევე შეამჩნიეს, რომ თავისი გაცილების პრესკონფერენციაზე ილონ მასკს ჩალურჯებული თვალი ჰქონდა. ოფიციალური ინფორმაციით მან ეს დაზიანება შვილთან თამაშის დროს მიიღო, მაგრამ სტივ ბანონის თეთრი სახლის ყოფილი მთავარი სტრატეგოსის მიხედვით, ილონ მასკს შელაპარაკება მოუვიდა სკოტ ბესენთან, ამერიკის ხაზინის მდივანთან, რომელმაც მასკს შარლატანი უწოდა. ეს კი იმიტომ, რომ მასკი ამერიკელებს ჯერ 2 ტრილიონის გაფლანგვის აღმოფხვრას დაპირდა, შემდეგ ეს თანხა 1 ტრილიონამდე ჩამოიყვანა და ბოლოს 180 მილიარდს ვერ გასცდა. ბოლო დღეს კი Wall Street ჟურნალმა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც პრესკონფერენციის დღეს დონალდ ტრამპმა თავის მრჩევლებს კითხა, მართლაც სისულელე იყო თუ არა მასკის დოუჯის ინიციატივა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თავად პრეზიდენტი ტრამპი არ იყო სიღრმისეულად ჩახედული მასკის საქმიანობაში. ამასთან ერთად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მასკის ნარკოდამოკიდებულებაზე, განსაკუთრებით კეტამინზე, რის გამოც თითქოს ილონს შარდის ბუშტის პრობლემებიც აწუხებდა. თუმცა ილონ მასკმა ეს ინფორმაციაც უარყო. დაძაბულობამ კი პიკს მიაღწია, როცა დონალდ ტრამპმა NASA-ს ადმინისტრატორობის კანდიდატად აღარ განიხილა ჯარედ აიზეკმანი. მასკის მიერ რეკომენდირებული პირი, რომელიც SpaceX-ის რაკეტით ორჯერ იყო ნამყოფი კოსმოსში. ბიზნეს თვალსაზრისით მასკისთვის მნიშვნელოვანი იყო NASA-ს ადმინისტრატორად დანიშნული იყო თავისი წრის ადამიანი, რადგან NASA მისი კომპანია SpaceX-ის ყველაზე დიდი კლიენტია. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით მასკის გაცილების პრესკონფერენციამდე ტრამპს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აიზეკმანი წარსულში დემოკრატების მსხვილი შემომწირველი იყო, რაც ტრამპს აღარ მოეწონა. He recommended somebody from that he I guess knew very well. I'm sure he respected him, but to run NASA, and I didn't think it was appropriate, and he happened to be a Democrat. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ წარსულში ილონ მასკის დემოკრატების მხარდამჭერი იყო და თავად დონალდ ტრამპსაც ორჯერ შეუწირავს თანხა კამალა ჰარისის კალიფორნიის მთავარი პროკურორობის კამპანიისათვის. ამიტომ დიდარი ადამიანების მხრიდან სხვადასხვა პარტიის პოლიტიკოსების დაფინანსება მიღებული პრაქტიკა, რის გამოც ბევრი ფიქრობს, რომ ტრამპმა მასკთან უკვე გაციებული ურთიერთობის გამო არ დანიშნა აიზეკმანი NASA-ს ადმინისტრატორად. ამის შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში ილონ მასკი X პლატფორმაზე აქტიურად აკრიტიკებდა რესპუბლიკელების საბიუჯეტო კანონმდებლობას და ბიუჯეტს ღორული და საზარელი სიბილწეც კი უწოდა. შემდეგ უკმაყოფილება გამოხატა კანონპროექტიდან ამოღებულ ელექტრომობილებისათვის განსაზღვრულ სუბსიდიებზე. მაშინ, როცა ნავთობისა და გაზის სუბსიდიები ხელუხლებელი იყო, რაც ტესლას ისედაც დავარდნილ გაყიდვებზე შესაძლოა უარყოფითად ასახულიყო. რესპუბლიკელებმაც არ დააყოვნეს და ხაზი გაუსვეს მასკის პირად ზრახვებს. And Elon's upset because we took the EV mandate and which was a lot of money for
electric vehicles. ბევრის აზრით, მისი ჩარევა NASA-ს ადმინისტრატორის დანიშვნაში და ელექტრომობილების სუბსიდიების მხარდაჭერა პირდაპირ მიუთითებდა არა სახელმწიფო დანახარჯების შემცირების ალტრუისტულ სწრაფებზე, არამედ მის ბიზნეს ინტერესებზე. დონალდ ტრამპმა თავის პლატფორმა Truth-ზე, ანუ სიმართლეზე, ისიც დაწერა, რომ ფულის დაზოგვის ყველაზე მარტივი საშუალება მასკის კომპანიების სახელმწიფო კონტრაქტების და სუბსიდიების გაუქმებაა. 5 ივნისს დონალდ ტრამპისა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ერთობლივი კონფერენციისას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს მასკის საქციელზე კომენტარის გაკეთებას თხოვა, რაზეც ტრამპმა უპასუხა. But I'm very disappointed in Elon. I've helped Elon a lot. ამის შემდეგ კი მასკმა დაწერა, რომ ტრამპი ჯეფრი აპშტეინის ფაილებში ფიგურირებს და მისი იმპიჩმენტი უნდა დაწყებულიყო. ტრამპი კი მასკს მისი ბიზნესების სახელმწიფო კონტრაქტების გაუქმებით დაემუქრა და სტივ ბანონმა ისიც ურჩია, რომ მასკის წინააღმდეგ გამოძიება აღეძრა უკანონო ემიგრაციის საფუძველზე. ტრამპმა მომდევნო დღეებში SIM7-ის შენარჩუნებას სცადა, თითქოს არ ფიქრობდა მასკთან სკანდალურ დაპირისპირებაზე და ალბათ 7 ივნისს საღამოს მერაბ დვალიშვილის და შონ ომალის ორთა ბრძოლაზეც იხილეთ ოჯახთან ერთად. თუმცა, ამის მიუხედავად ტრამპი ABC-ს ჟურნალისტ ჯონათან კარლს დაუკავშირდა და უთხრა, რომ მასკი ჭკუიდან შეიშალა. შემდეგ კი CNN-ის დანა ბარშს უთხრა, რომ საცოდავ ბიჭს პრობლემა აქვსო, რაც ბევრმა მასკის ნარკოდამოკიდებულებაზე მინიშნება დაღიქვა. არც ერთ მხარეს არ დაუკლია ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა თუ მუქარა. მასკმა ყველაფერი ისე წარმოაჩინა, თითქოს მას არანაირი პირადი ინტერესი არ ამოძრავებდა ამერიკის ვალის და საბიუჯეტო დანახარჯების შემცირების გარდა და ტრამპის გამარჯვებაში დახარჯული 300 მილიონიც მხოლოდ ქვეყნისთვის გაღებული ქველმოქმედება იყო. ხოლო ტრამპმა ისე წარმოაჩინა, თითქოს მასკის ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ქონია მის საპრეზიდენტო კამპანიაში, ის აქეთ დაეხმარა ილონს და ახლა ზედმეტად ბევრს ითხოვდა. მათ თავის დროზე ერთმანეთთან პარტნიორობა, რა თქმა უნდა, აწყობდათ, ამ ურთიერთობიდან დიდი სარგებელიც მიიღეს, მაგრამ როგორც კი მათი მოლოდინები გაიყო, დაპირისპირებაც გაჩნდა. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები ამ კონფლიქტის შემდეგ? შეძლებს თუ არა მასკი თავისი იმიჯის რეაბილიტაციას, ან ურთიერთობის აღდგენას დემოკრატებთან თუ რესპუბლიკელებთან, ან უნდა ველოდოთ თუ არა ტრამპისგან მეტ გაბრაზებას. თქვენს აზრს კომენტარებში დაველოდები. ვიდეოს ბოლოს კი განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი არხის გამომწერებს და ერთგულ მაყურებელს, რადგან სწორედ თქვენ ეხმარებით ჩვენი დამოუკიდებელი ინიციატივის განვითარებას. თქვენ კი თუ ახალ ინფორმაციას იღებთ ჩვენი ვიდეოებიდან, მაგრამ არხი ჯერ არ გამოგიწერიათ, აუცილებლად გამოიწერეთ. უფრო მრავალფეროვანი კონტენტისთვის და მეტი ინფორმაციისთვის გამოგვყევით Instagram-ზე, TikTok-ზე, X-ზე და Spotify-ზე. მე კი ამ ვიდეოებში შეგხვდებით, სადაც ილონ მასკის ბიზნეს საქმიანობაზე და ამერიკის საფინანსო სისტემის უპირატესობაზე ვსაუბრობ.